ბავშვები 402 ოთახიდან. ბავშვები 402 ოთახიდან. დეიდა მარუშკას დიეტა. აბა თუ გამოიცნობ რა ხდება პარასკევს? ჩემი დაბადების დღეა და მხიარული წვეულება მექნება. შარშანდელი მხიარული? სოფეს წვეულება, ერთი სული მაქვს კიდევ როდის მივირთვევ სუპს შენ დაბადების დღეზე. ის დედა ჩემი სიდია იყო. წელს სულ სხვანაირი დაბადების დღე მექნება. დეიდა ჩემო მონსტერლენდის ატრაქციონების 100 ბილეთი გამომიგზავნა. მონსტერლენდის? ჭიხვაყვა! მონსტერლენდი ადრენალინის გამოყოფის საუკეთესო საშუალებაა მსოფლიოში. ვინცი და დეიდაჩიმა 9 მეგობრის დაპატიჟების უფლება მოუცა. მერე ჩვენ ხომ შენი მეგობრები ვართ. რა თქმა უნდა, თქვენ ჩემი სიის თავში ხართ. ხედავთ? მოსაწვევებს ხვალ დავარიგებ, ძალიან მოგეწონებათ. ასოებს მონსტერს ხუდები აქვს გამოგული. მაგარია. აბა ნახვამდის. 100 ბილეთი? და 10 ბავშვი? ესე იგი თითოს 10 ატრაქციონი მოგვიწევს. ვაში 10 ატრაქციონი. ფრედის დაბადების დღეზე 5 ბავშვზე მეტი თუ არ მოვა, თითოს 2-ჯერ მეტი ატრაქციონის ბილეთი შეგხვდება. მათემატიკაში მაგარი ყოფილხარ, ხო ვიცი? მარტო მაშინ როცა საქმე ატრაქციონებს ეხება. და რას გეუბნებოდი, თუ დანარჩენ ბავშვებს თავიდან მოვიშორებთ, იმათი ბილეთების ჩვენ დაგვრჩება და ჩვენიც. აი ეს მომწონს. გამარჯობა პენი, გამარჯობა გაბრიელა. ჰეი, ჩემი კექსი სად გაქრა? იცი მე მგონი სალაროსთან დაგრჩა. გამარჯობა პენი, გამარჯობა ნენსი. დასჭა? ხუდოს ხორბლის და მზესუმზირის სალატას. ჯანსაღი საჭმელი მიყვარს. მეც. სალაროსთან არაფერი არ იყო და თან შენ ჩემი ადგილი დაიკავე. არა უშავს შენც დაეტევი. თუ გინდა ჩემი ნამცხვარით შეჭამე, მე მხოლოდ ჯანსაღ საჭმელს მივირთმე. ვერ გავიგე. რას ერჩის ფრედი ჩარლის, სულ გამოსტერებულს რომ ეძახის. წარმოდგენა არა მაქვს. ჩარლი, ხუჩება საღამოს არაფერი დაგეგმო. დაბადების დღე მაქვს. გამოსტერებულს არსალია, სხვა საქმეები აქვს. რა თქვი? ერთი მოვიშორე. უკაცრავად. მოხუდოთ ზესუმზირის და ხორბლის ნაწარმი, რომელთა როზე გაქვთ. ასეთი პატარა გოგონა და უკვე ჩემს ახის საჭმელით ყოფილა დაინტერესებული, ძალიან მიხარია. დიახ, ძალიან დაინტერესებული ვარ. რამდენი ხანია რაც მხოლოდ ჯანსაღ საჭმელს მიირთმევ? შუა დღის შემდეგ. კეთილი იყო შენი მობრძანება, ჩვისთვისაც სულ ერთი არ არის. რა ჩაიყვაროს მუცელში? მადლობთ. სამწუხაროდ ბევრი მაშინ მოდის გონზე, როცა უკვე ძალიან გვიანა. იმედი მაქვს, ტოქსინებს შენი ორგანიზმი ჯერ არ მოუწამოთ. აბა ენა მაჩვენე. გადმოწიე? კიდევ უფრო გადმოწიე? კიდევ უფრო გადმოწიე? ხმისლი დასუსტებულია მომნელებელი სისტემის ფუნქცია შენელებული, ნერვული სისტემა მოშლილი. ასე ცუდად არის საქმე? ჩუმად, შენს ბიოველს ვაკვირდები. დაბლოკილია და ჩაკეტილი ერთის ნაწამს დიდი დოზით იღებ. ორგანიზმში ცხიმები და მჟავები ჭარბობს. 3 ტიპის ომეგა-ზეთების უკმარისობაც გაქვს. პატარა ქალბატონო ჩვენთან სწორად მოსულხარ. მადლობთ, მაგრამ მე აქ მხოლოდ იმიტომ მოვედი, რომ ისმე ყიდა რასაც ჩემი მეგობარი პენი ჭამს. მართლა? აბა შენი ყურის ნიშერები მაჩვენე, ის ხომ შენი ჯანმრთელობის რუკაა? ნუ
ხვდებით, მე არ მჭირდება. რასაც ფიქრობდი, სწორედ ის არის ძალიან ბევრ კამფეტ ჭამ. საოცრება, საიდან მიხვდით? ამას შენი ყური მეუბნება. რა მაგარი ხართ? ჩემო პატარა, ჩემს მიკრობიოლოგიურ რეჟიმში თუ ჩაჯდები, შენც ასეთივე იქნები. ani ხელო, ჩემო პატარა, დეიდა მარუშკა მალე გაგაკაჟებს. უბრალოდ მოხუდა საკვები რომ მომცეთ არ შეიძლება. პენი მარტო მაგას ჭამს და ჯანმრთელად გამოიყურება. გარეგნულად კი, მაგრამ შინაგანად ალბათ ჩითეზულები და სუსტებული ორგანოები და უფლაშული კუნთები აქვს. ამ ვაშს ხედავ? გარედან ლამაზე, მაგრამ შიგნიდან დამპალია. შენი ორგანიზმის ასე დაალკება თუ დეიდა მარუშკას დიეტას არ დაიცავ. რა კარგი მოსაწვევია. მოსტრლენში მიდიხართ? როგორ გაგიმართლათ? შენს გაგიმართლა. ფრედი შენს გეპატიჟება. მართლა? ო, რა კარგია. თელ ხამეს სისხლის მსმელი მუხლუხოს ატრაქციონზე გავატარებ. გულიც არ ამერევა. წინასწარ საჭმელს არ შევჭამ. კარგი აზრია. დონი, ფრედის მშობლებმა ამ ჭოულებისთვის ამდენი ფული დახარჯეს და სამაგიეროდ გადაწყვეტეთ ფრედის კარგი საჩუქარი მუყიდოთ. თო, ფულს ვაგროვებთ. მეც მიმათვალეთ. კარგი, თორემ 50 დოლარი უნდა დავდოთ. 50? დონი, ძლივს არ გიპოვე? აი შენი მოსაწვევი. დონი, დამიცადე. ესეც ორი. მოიცადე. გამარჯობა, პენი. აუ, როგორ მომშივდა. ერთი სული მაქვს მოხუდო სალათას და სელის პაპას როდის შევჭამ. სელის პაპას? შენ არა გაქვს სელის პაპა. ჩემსაც გაგიყო. წყალში გახსნილი გირჩევნია და ფხნილი სახით. სელის პაპა საერთოდ არ გამიგია. აბა ყოველდღიურად ერთად რას ჭამ ხოლმე? არწყვოლო გამიგია. ხუმრო? დეიდა მარუშკას დიეტის წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხო. ჩემთვის ეს ბიბლია. თუ გინდა შენ სასაკში ნორმალური სისხლის მიმოქცევა გქონდეს, ეს წიგნი უნდა წაიკითხო. გმადლობ, ნენსი, მე მხოლოდ იმას ჭამ, რასაც დედამატა სახლიდან. ხო, მაგრამ პენი ორგანიზმი ტოქსინებისაგან უნდა გაწმიდო, შენს თითქმელებს დიდი დატვირთვა აქვს. ჩიფსები? რაო? ამ საწამლავს რა გაჭმევს? მუცელში ისეთ ნაგავს იყრი მანქანაშიც რომ არ ჩაყრის კაცი. მე მანქანა არ ამყავს. ხო, მაგრამ უცველი ხომ გაქვს. ამდენ მარილს რომ იყრი, შიგნით არ გეცოდება? შენ თვითონ არ იცი რას ლაპარაკობ. მართლა? დეიდა მარუშკას ტექსში ყველაფერი წერია. აი ნახეთ რას ვკითხულობ, შეინარჩუნე ახალგაზრდობა და სილამაზე. დაგინე 6 წლის გოგოს უნდა გავდე? სულაც არ არის სასაცილო, ისეთი საჭმელი უნდა ჭამო ცხიმსაქიმიურ ნივთიერებებს რომ არ შეიცავს. და არც გემო აქვს? თითქმელებს რომ დაიზიანებ გემბიელ საჭმელზე მე ვილაპარაკე. გეტყობა თითქმელებში მაგრად ერკვევი. დიახაც ვერკვევი. ამ წიგნს რომ წავიკითხავ, შემოგხედავ თუ არა მაშინ მივხვდები რა სჭამ. ოჰო, მართლა? მართლა, შენ ალბათ ზაღყურძენას ჯიშის ბოსტნეულს ჭამ ბევრ პომიდორს და ბადრიჯანს ეტანები. პომიდორი და ბადრიჯანი მეზიზღება. უпроსტორად, ბევრ ნახში წყალს იღებ. სპაგეტის ალბათ ნიჭმით იყრი მუცელში. სპაგეტიც თითქმის არასოდეს მიჭამია. აჰა, ხვდები რაშიც არის საქმე, კამფეტებზე გიждები. საოცარია, გუშინ დავინახე გაბრიელა კამფეტებს რომ ჭამდა. ამ წიგნში ყველაფერი წერია. დეიდა მარუშკას დიეტაზე რაც დავჯექით 16 აზიდოს ვაკეთებ. წინა კვირას 18-ს აკეთებდი. ხო, მაგრამ ამით საკუთარ ნაღლის ბუშს დიდ ვაყენებდი. ახლა ამ დიეტის წყალობით ჩემი ნაღველი მოტესრიგდა და ღმერთმა მადლობის ნიშნად ტესტში 94 ქულა მაჩუქა. რით დაგვიმტკიცებ რომ ეგ ამ დიეტის გამო მოხდა? ბენი, კაი გეგულში მონსტერლენში რა მოხდა? არა რა? სისხლისმელ მუხლუხოზე უბედური შემთხვევა მოხდა. მუხლუჭი გაუთმიჭდა და 150 მილის სიჩქარით რომ იქროდნენ ერთი ბავშვი. დაახლოებით ჯოის ხელა რა, გადმოვარდა. ხო, მე რა დაიმართა? არავინ არ იცის. მშობლების სასამართლოშიც კი ვერ ჩივიან. იმიტომ რომ ჯერ ბავშვის არ უპოვიათ. რა ლამაზი კურდღელია.
თხენი, ესეც რა ლამაზია. დედა შენს უნდა დაველაპარაკო. ჯოი, ეს შენი მოსაწვევია ჩემი დაბადების დღისთვის. ისევ სუპი უნდა ვჭამოთ? არა, წელს არა. კიდევ კარგი. აბა სად იხდი დაბადების დღეს? მონსტერლენდში. რაო? არე მიმოვალი მანქანიდან მომისროლე. მე დაბადებული ვარ, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. მაგარია, მიყვარს მონსტერლენდი. სისხლის მსმელი მუხლუხოს ატრაქციონზე ვგიჟდები. მაგ ატრაქციონს გამოვემშვიდები, იმიტომ რომ ფრედის ეშინია და არ უყვარს. დედა ლოლის პატარა ტროლეიბუსში აპირებს მთელი დღის გატარებას. გმადლობ დაპატიჟებისთვის, მაგრამ ვერ მოვალ, სხვას მივეცი პირობა. ყველა მოვიშორე თავიდან. მაგარი ბიჭები ვართ. არა? და მაგარმა ბიჭებმა ნამდვილად დაიმსახურეს ასევე ბილეთით ისიამოვნონ. გეპიცებით, პატარა ლეკვია. რა მოხდა, ფრედი? ჩემს დაბადების დღეზე არავის არ უნდა წამოსვლა. არ მოიწმინო, ვინი და მე ხო მოვდივარ. ჩვენს გარდა არც არავინ არ გჭირდება. მადლობთ რომ მოდიხართ. მონსტერლენდში ჩვენ შენს გვერდით ვიქნებით. ყველა ატრაქციონს მოვილი და ბევრს შევჭამთ. ეცე რა დროს გავატარებთ სამივე ერთად. ოთხივე. ჩემი და დებორაც მოდის. ნახლის გამომწვევი, არტერიის ჩამკეტი, ენერგიის მწოველი, ბავშვებს ამ საჭმლით წამლავთ, ყვებავთ თუ კლავთ. მერე შაქრით სავსე ტომარა აიღეთ და ბავშვებს პირდაპირ პირში ჩააყარეთ. დეიდა მარუშკას მეცხრე დიეტა. გუშინ 23 სახის ორგანული ბოსტნეული დავაქუცმაცეთ და ისე მოვამზადე ერთი კვირა მეყოფა. წიგნის მესამე თავი დაგავიწყდა გაბრიელა. სასარგებლო ნივთიერებები თავის თვისებებს 4 საათში კარგავს. ახლად გაკეთებული სალათა უნდა შეჭამო. მაშინ ყოველდილით ადრე უნდა ავდგე და მთელი დრო სამზარეულოში გავატარო. თუ საკუთარი ჯანმრთელობა გაღელობს, მაგაზე უკეთეს ადგილს ვერც იპოვი. ერთი ამ გოგოს შეხედე, რა გაკუცული თმა აქვს. პროტეინის დაბალი შემცველობა. ანა მეისთან მომიწევს დალაპარაკება. პანჯარასთან რომ მესამე მაგიდა დგას, იქ ერთი ბიჭი ცხიმიან ხორცს ჭამს. მერვე მაგიდაზე ტართან გოგონას ძის ნაწარმს ეტანება. მეხუთე მაგიდაზე ერთი ბიჭი გამწარებული ლორს მიირთმევს. არ ვიცოდი შენც თუ ჩვენი კლუბის წევრი გახდი. სულაც არ გავხტარ, მაგრამ უბრალოდ მიყვარს ხვებზე ამბავი რომ მომაქვს. ეს ხორბლის სალათი ძალიან გემრიელია, განსაკუთრებით ცელიზეც რომ მოასხა მზეთ. მართალია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ რას ამბობს დეიდა მარუშკა. ჭამის დროს ლაპარაკი არ შეიძლება, ნერწყვ საშუალება მიეცით თავის საქმე გააკეთოს. რაღაც უნდა გითხრათ, გუშინ საღამოს თავი საშილად ტკიოდა. ალბათ საჭმელზე მინერალების დაყოლება დამავიწყდა. შენ ტკბილეული ხომ არ გიჭამია? არა. ნამდვილად იტყუები დეიდა მარუშკას დიეტას, ვინც იცავს ის დაღრილობას ვერასოდეს იგრძნობს. შენ რა დაგემართა? გამოტყრი, შეთკბილეული ჭამია. კარგი, მხოლოდ ერთი ცალი ქიშმიში შევჭამე. მხოლოდ ერთი? გინდა ერთი ცალი ქიშმიში გიჭამია და გინდა მთელი ჯამი შოკოლადი. იქნება ამ დიეტის ზუსტად დაცვა სულაც არ არის საჭირო. აი შეხედე ბილი შემწვარ კარტოფილს ჭამს, მაგრამ რა გემრიელად გამოიყურება. აბა რამდენიმე ნაჭერი კარტოფილი როგორ გაწყენს? მიყვარს შემწვარი კარტოფილი. თხის იოგურტი მომაწოდეთ, ჩქარა. ფრედი, ეს საუკეთესო დაბადების დღეა, სადაც მივყოფილ ვარ. ესეც თქვენი ბილეთები.
მგონია რომ სხვები არ წამოვიდნენ საბაგიროდ ჩვენ მეტი ბილეთი დაგვრჩება მართლა ამაზე არ მიფიქრია ჩემს დას დავპირდი რომ პირველად დეი და ლოლის ტროლეიბუსით გავასეირნებდით თქვენ რას იზამთ ჩქარა დავიდეთ ჩაის ფინჯანში მინდა ჩაჯდომა ჯესის დავპირდი რომ სისხლისმელ მუხლუხოს ატრაქციონზე წავყვებოდი პირობას ვერ გავტე ხომ იცი აბა კარგად ადულად მოვიშორეთ თავიდან ახლა ეს უნდა გადაწყვიტოთ რამდენ ჯერ დავწყდეთ მუხლუხოზე 10 ჯერ თუ 20 ჯერ გული თუ არ წაგვივა 20 ჯერ თუ წაგვივა 30 ჯერ შიშის მომგვრელი ადრენალინის დრო დადგა ვიღაცამ თქვა ერთი ბიჭი გადმოორდინა სკამიდან და დღემდე ვერ უპოვიათ მე მოვყევი ჭყუის ყოლოფო და გავწლა მე გამოვიგონე ხო მაინც ძალიან საშიშია რაც არ უნდა იყოს სისხლისმელი მუხლუხო ქვია რაც არის მიყვარს კამრებით რომ ხარ დამაგრებული ესე იგი მართლა ძალიან საშიშია წავედით საშინელბათ ქვეყანაში თან სულ უფრო მომწონს და მომწონს აქაურობა ხარზე ხელი შენ დამადე მე მეგონა შენ დამადე რა მაგარია ვსნაობ როგორ წავს ჩემს სისხლს შეხედე გოიმების ატრაქციონი ტუტუ ნურასეშ ამაზე კარგი რა უნდა იყოს არ ვიცოდი უკუღმა თუ ჩერდებოდა მაგარია ყურადღება მუხლუხოს ატრაქციონის საყურადღებოდ პანიკაში ჩავარდებით კამრები არ შეიხსნათ ვესწრებით მალე შევაკეთოთ ატრაქციონი ჩვენი ატრაქციონი გაფუჭდა მუხლუხოს ატრაქციონის საყურადღებოდ არ ინერვიულოთ გაფუჭების მიზეზი უკვე აღმოაჩინეთ და ახლობით 6 საათში ყველაფერი გამოსწორდება ნუ ნერვიულობთ ჩამოგვიყვანეთ დედამინდა ვაი ბილეთები რა კარგია ყველა ატრაქციონს მოვივლით ეს ჩემი საუკეთესო დაბადების დღეა დილამშვიდობისა თმა რა ლამაზად გაქვს ჩარლი შენი პანკარი ვიპოვე ნაკვილარებით ვიცანი ვინი ჯესი რა ფერგდალად გამოიყურებით მუხლუხოს ატრაქციონზე 3 საათი თავდაყირა ეკიდნენ აი თურმე რაში ყოფილა საქმე როცა ჩამოიყვანეს ატრაქციონების ხსენებას აღარ უნდათ გაჩერებული ავტობუსის დანახვაზეც კი კიოდნენ რა ცუდია სასუზნაობით მაინც ლუისი ამოვნეს არა საჭვლის დანახვაც კი არ უნდათ დანარჩენებმა სხვა არც არავინ ყოფილა რამდენიმე ბიჭი დავპატიჟე მაგრამ ყველა მოარი მითხრა ცოტა არ იყოს ნაწყენი ვარ ალბათ ვინც არ დაპატიჟე ისინიც ნაწყნები არიან არა ამაზე არ მიფიქრია მომავალ წელს ყველას დავპატიჟებ მომავალ წლამდე დიდი დროა იქნებ ახლავე მოვიფიქროთ რამე ბავშვებო ფრედის თქვენთვის კარგი ამბავი აქვს დღეს ჩემი დაბადების დღეა და მინდა თქვენთან ერთად აღვნიშნო ვაშა რა კარგია აბა ვინც თავს კარგად გზნობს მოვიდეს და სასუსნავი მიირთვას რა კარგია შეჭერდით რა გინდა ტოქსინები ორგანოებს დაგიზიანებთ ნაყინი ნაღლის მომგვრელია შოკოლადის ნამთხვარი არტერის ჩამკეტია კამფეტი ენერგიის მწოველია აბა ერთმანეთს ხელები ჩაკიდეთ ცდუნებას ერთად უფრო კარგად გავუძლებთ ჩვენ მზადა ვართ წინააღმდეგობა გავუწიოთ ბნელ ძალებს რომლებიც ქოლესტერიниთა და ცხიმებით ჩვენს ცდუნებას ცდილობენ
რა გემრიელია, კარაქით არის გაკეთებული თუ მარგარინით? ორივეთი. გაუძელით დებო. თვალები დახუჭეთ და გაიმეორეთ. შეჭამ ნაგავს გასივდები, შეჭამ ბალახს ლამაზდები. შეჭამ ნაგავს გასივდები, შეჭამ ბალახს ლამაზდები. კიდევ ერთხელ. მინანქარი არ დაგავიწყდეთ. შეჭამ ნაგავს გასივდები, შეჭამ ბალახს ლამაზდები. შეჭამ ნაგავს გასივდები, შეჭამ ბალახს ლამაზდები. ეი, კარამელი არ დაგავიწყდეთ. Fox Kids, Fox Kids, Fox Kids, Fox Kids, Fox Kids.